თქვენს მოსაზრებას მოვისმენდი ამაზე. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ წინააღმდეგება იმას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი ითვალისწინებსო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ეს ანუ რუსეთთან დაკავშირებით თქვენც თვლით ამას, რომ სწორი შეფასებაა ქართული ოცნების მე რა თქმა უნდა თვითონ გეცინებათ, იმიტომ რომ მე უკვე ბევრი რაღაცა ვთქვი და რასაც ვიტყვი მე თვითონ უკვე ნათქვამი და მე რატომ მიმეორებო, არ უნდა გეყურებინათ ჩემი ინტერვიუებისთვის, უნდა მოვსულიყავ იქ ისე რომ პირველად გაგეგოთ, რასაც ვამბობ. ჩემი რა ხო არ არის. მომზადებელი ჟურნალისტი ქართულმა ოცნება ერთის ხრივ და რასაც ეთქვა მოაწერა უზარმაზარი რისკის ქვეშ მოაწერა ხელი, როცა მეიდანი მოხდა ვითომ ასოციაციების შეთანხმების გამო ჩვენ გავრისკე და 1 წლის მერე მეიდანის მოვაწერეთ ასოციაციების ხელშეკრულებას, მივიღეთ ვიზა სხვა რაღაცას გეკითხებით კრემლის ინტერესები სად გადაუხვიათ ხო სად არის კრემლის თუ მეტყვით ეგ მე ვერ დავინახე და მოგისმენთ, მაგრამ რა კრემლის ინტერესი ავწიეთ წინ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი მითხრათ მე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ნაკლეჯი წაგეკითხეთ ჩვენ რაღაცა ცუდად მოვიქეცით ჩვენ მოვიქეცით ცუდად სახელმწიფო დეპარტამენტი და მე ჩემი აზრი მაქვს ვერ დაგიმტკიცებთ რატომ მოვიქეცით ცუდად და სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენ არ მოვწონთ ვართ და ამიტომ აქვე ამერიკის საელჩოს რეკლამები ტყუილა კი არისო აჩვენების რატო შეიძლება მოხსეულიყო ამერიკას უნდა რომ თავრობა შესულიყო და ამიტომ რეკლამებს კიდევდა ღიად ხო გვალბახთან თუ გავივიდით ამერიკის საელჩოს რეკლამა იყო აჩვენებისი ეწერა პირდაპირ და რა იყო არისო თუ მეუბნები თუ არისო ეგ მე რა მიგვირს იცით თქვენ რატო გგონიათ არაბუნებრივი სურვილი ერთი წეღანაც კითხეთ ეს როცა ხელისუფლებაში არის ერთი პოლიტიკური ძალა 12 წლის განმავლობაში ვინმეს რომ უნდოდეს მისი შეცვლა დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკელებს მოგიყვანოთ მაგალითები ამდენი ამერიკის პარტნიორი იყო 12 წელზე მე რა შუაშია სადამ ამერიკას მაგიტო უნდა აქ შეცვლა მაგას ამერიკა ამბობს რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რომელიც მათ შორის რუსთაველზე რა თქვით თავპირსი მდროს თავპირსი ერთმანეთს არ უნდა ვალეწავდეთ კი არ უნდა ვალეწავდეთ ჩვენ ყველა ორივე მხარეზე ერთმანეთს არ ვალეწავთ ძირითადად პოლიცია ალეწავს პოლიციას ესულიან ისე რაღაცებს თქვენ ეხო კავკასიაში უყურებ მე ძირითადად და ყველას უგზავნით თქვენი მეებს კადრებს რა ესულიან პოლიციას ანუ რუსელან ჩვენ სამსახურს უფრო კარგად იმიტომ რაღაც წარმოუდგენელი ომის კადრი არის უბრალოდ ეხო კავკასიას უდევს რაღაც წარმოუდგენელი ომის კადრი რომელიც მე სხვა შორის ეკონომიკასაც გაუგზავნე მე თქვი აი ეს მოხდა სანამ ხალხს დაიჭერდნენ იქ და რა მოხდებოდა ინგლისში თქო ეს ომი მაგალითად მოლოტოვის მსროლელისთვის პასუხი არის დაკავება და არამისთვის თავპირის დალეწვა ამაზე ალბათ თქვა გეთახმებით რა თქმა უნდა მაგრამ დაკავებით და რა თუ ნახე ამას ლაპარაკი რომ რაც მათქმევინებთ რომ ხალხს თავპირიდან დაალეწოს პოლიცია რა თქმა უნდა არა თუ იყო გადაცდენა და გამოიძიოს მე ზუსტად რაღაცა რომ აუდექიდებ თქვი ეგეც თქვი სადაც შეხვედრა იყო პრემია და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი მთავრობისთვის რომ რაღაცეები და განსაკუთრებით აი ეს მასკიანების თემა რო იყო და რაღაც ეს ყველაფერი გამოიწეს და მიუღებელი რომ ეს არ გამოიძიოს ჩვენ თუ გინდა ნორმალური ქვეყანა ავაჭროთ ესეთი რაღაცების გამოძიება უნდა მოხდეს მაგრამ რასაც მე არ ვეთანხმები და მგონი არის სიგიჟე აიო თურმე პოლიცია უნდა გამოიყენოს პროპორციული ძალა ანუ დანი თუ მივიდა პოლიციასა ვიღაცა იმანს დანა უნდა მოუქნიოს და პიროტექნიკა თუ ესეულა უნდა ესეულოს პიროტექნიკა ვიღაცამ თუ გაბედა ჩემ ქვეყანაში მე თუ ნორმალური ქვეყანა მაქვს სადაც სტაბილურობა და შევინარჩუნო რაღაცა ტყუიამქვევი ამოიღო და მიუშვია ჩემ პოლიციას ტყუიამქვევი ვინ ამოიღო აი ჩაგიგდებს აქედან გავუძ მაგას უყურებთ ხო და მე სანა მე არა ვარ დაწმუნებული მე არ უნდა გავერკვიო რომ იქიდან გამოვარდება ყუმბარა გამოვარდება ფეიერვერკი თუ გამოვარდება კლოუნი წითელწყვილი იმას ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სნაიპერი მოხსნიდა მაშინვე საერთოდ იქნებოდა ლაპარაკი როგორც კი მიადგებოდა პოლიციას რაღაცა ტყუიამქვევის მაგვარი და მე უნდა ვიფიქრო თურმე დაველოდო რას მე რატო უნდა იფიქროთ ამაზე სამართალდამცავებმა უნდა იფიქრონ მაგრამ ჩემი ქვეყანაა და მე მირევენ ქვეყანას ამით ხო ამ ქვეყანას რევენ და ეს ქვეყანა პოლიციას არ უნდა გაუბედო ესეთი რაღაცა როგორც კი ეს მოჩა ხო აღარავის აღაცემდა როგორც კი ეს ფეიერვერკები გაქრა და პოლიციის სროლა ხო დამთავრდა ეს ემატყება